სტუდენტების დაუმორჩილებლობა დღითი დღე უფრო მეტ ძალას იკრებს. თეატრალური უნივერსიტეტი თითქმის ერთი თვეა პროტესტის იმ ფორმას მიმართავს, რომელიც უნივერსიტეტის შენობის დაკავებას მოიაზრებს და ამავე პროტესტს მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გუშინ საღამოს. ისინი დღის პირველ ნახევარშიც იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა, ადმინისტრაციამ შეიტყო, რომ ეს ადამიანები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებდნენ, მაქსიმალურად სადეს, რომ რამენაირად ხელი შეეშალათ, საკვები არ შეეტანათ ამ ახალგაზრდებს, არც პლედები, არც სხვა საჭირო ატრიბუტიკა საიმისოთ, რომ აქ გაათენონ ღამეები ახალგაზრდებმა, თუმცა მიუხედავად ამისა, ახალი არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და რექტორის გადადგომის მოთხოვნით სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 30-მდე ახალგაზრდა ამ დრომდე უნივერსიტეტის შენობაში რჩება. ამბობდნენ, რომ ოცნების რეჟიმის მოკავშირე რექტორმა პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს და რომ ეს პროტესტი არ შეწყდება იქამდე, სანამ სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება. პროტესტის ფორმა არის გამოხატულება იმ სამართლობის და ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ სამართლობას ქვეყანაში, რაც ზოგადად ხდება. ეს არის თუნდაც ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს ყავს რექტორი, რომელიც ასე ვთქვათ არ არის სტუდენტების მხარეს, ესეც ერთგვარი ჩვენი მოთხოვნაა. რექტორის გადაყენება და რექტორის თანამდებობის დატოვება კვლავ რჩება ჩვენ მოთხოვნებში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, რაც მიდის ჩვენი თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, ჩვენს ძალიან გვაწუხებს. დაახლოებით ვართ 30 ადამიანამდე. ყოველ გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი ჩვენი და დაცვა შორის, ვინაიდან არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ გავგვეშალა ჩვენს მიერ შეძენილი ლეიბები, რათა დარჩენილი ყავით, ასე ვთქვათ. რამ ჩვენ გამოვაცხადეთ სრული დაუმორჩილებლობა. ისინი გვართმევენ ჩვენს უფლებებს, ისინი გვზღუდავენ, ისინი ასე რომ ვთქვათ მარწუხებში გვაქცევენ და არსებობის საშუალებას აღარ გვაძლევენ და ამაზე ჩვენ უნდა გქონდეს სპეციალური პასუხი. ამიტომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოვუწოდებ, რომ მათაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ, შემოუერთდნენ ამ პროტესტს, რომელშიც არიან ჩართულები თესეო და თეატრალური. ჩვენი მოთხოვნები არის, რა თქმა უნდა, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, რომლებიც რიგებშიც არიან თესეო სტუდენტები, ზვიად ცეცხლაძე და რევას კიკნაძე და ასევე ახალი არჩევნები, რადგან არალეგიტიმური თავრობა დიდი ხანი არ უნდა გაჩერდეს საქართველოში. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თითქმის ერთი თვეა იმყოფებიან უნივერსიტეტის შენობაში. ამბობენ, რომ ვერ გააგრძელებენ სწავლის ჩვეულ რეჟიმს, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პატიმრები, ტყვეები ამ დრომდე რეჟიმს ყავს ციხეებში გამოკეტილი, ამიტომ გააკეთებენ ახალგაზრდები ყველაფერს საიმისოდ, რომ სამი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არსებობს, იქნას დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევაშიც რეჟიმის მოკავშირე რექტორის გადადგომას ითხოვენ ახალგაზრდები, რაც შეეხება ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ეს რა თქმა უნდა დღის წესრიგში რჩება და არის ორი მთავარი მოთხოვნა. მოვისმინოთ ახალგაზრდების გზავნილი, რომლებმაც მანიფესტის სახით წაიკითხეს გუშინ, როგორ უცხადებენ სოლიდარობას სტუდენტებს და რომლებიც საუბრობენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების დაუმორჩილებლობა კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. თესეულ სტუდენტებმა საკუთარი უნივერსიტეტი დაიკავეს და ამით გააძლიერეს სტუდენტური ერთობა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სტუდენტები უკან არ დავიხევთ. ჩვენ ერთად ვდგავართ და არ ვაპირებთ დანებებას. ვერ დავუბრუნდებით სწავლას მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან. გვაქვს ორი საერთო მოთხოვნა. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები. სისტემამ არაერთხელ აჩვენა, რომ სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია. არაერთხელ შეეცადა ჩვენს გაჩუმებას, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება. ძალა სტუდენტების ერთობაშია. სტუდენტები ვართ ერთიანი და ჩვენი პროტესტი არის მძაფრი და ჩვენი ხმა, რომელსაც ეშინია სისტემას, უფრო და უფრო გამძაფრდება და ეს სიმძაფრე მათ უფრო დიდ ტკივილს მიაყენებს თავიანთი გამოწვეული შიშებით. ერთ-ერთი არის ხელახალი არჩევნები, პატიმრების განთავისუფლება და ასევე რექტორის გადადგომა ჩვენს შემთხვევაში. რექტორის გადადგომა იმიტომ, რომ მან დაარღვია ძალიან ბევრი პირობა და წესი და ის არ არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება რომ სტუდენტთან იმუშაოს, ან სტუდენტთან კონდეს ურთიერთობა. და აუცილებლად მოხდება მისი მხილებაც კიდევ ერთხელ რაღაც ნაწილებში. და დღესაც შეგიძლიათ შეხედოთ, რომ ისევ სიცივეში ვართ და სირცხვილია, რომ უბრალო გათხოვაც კი დღემდე ვერ ჩართო რექტორმა.
სტუდენტების ძალა ერთობაშია, ეს არის მთავარი სათქმელი ახალგაზრდების, რომლებსაც დაკავებული აქვს საკუთარი უნივერსიტეტების შენობები, ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე რეჟიმის წინააღმდეგ, იქამდე სანამ რეჟიმის ტყვეები არ იქნებიან თავისუფლებაზე.